ერთი ჟურნალისტი ყავს, რომელიც კალიგრაფისტების სახელოსნოს ეწვია, ეს გახავთ ნია ტყეშელაშვილი და ის მზათაი რომ ესე ვთქვათ ინფორმაციით გაგვაჯეროს რა ხდება იქ. ნია მოგესალმებით, მე ახლა ვიმყოფები კალიგრაფიის სოციალურ სახელოსნოში, რომელიც წელს პირველად გაიხსნა და მინდა გითხრათ, რომ ის პირველია საქართველოში. ფონდი ახალგაზრდობის და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ინიციატივით ჩამოყალიბდა და სწორედ ამ ფონდის დირექტორი იმყოფება ახლა ჩემთან ერთად, ბატონი ირაკლი ჟორჟოლიანი, რომელიც ჩამოგვიერთდება. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, მადლობა რომ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. პირველ რიგში გითხავთ, რა ხდება ამ სახელოსნოში, ანუ რა შევისწავლით აქ? პირველ რიგში მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ტრადიციული ხელოვნების დარგები, ესე ვთქვათ, პოპულარული ხდება, მათ შორის მინანქარზე მუშაობა, თექაზე მუშაობა და ასე შემდგომ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოში ფეხს იგდებს კალიგრაფიის სოციალური სახელოსნოს გახსნა, რომელმაც უნდა იზრუნოს მომავალში კონკრეტულად კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ვინაიდან უძველეს დროში კალიგრაფობა ითვლებოდა ერთგვარად პროფესიად საქართველოში და ჩვენი სურვილი არის ფონდის მხარდაჭერით, რომ გაიხსნას მსგავსი სოციალური სახელოსნო, რომელიც სწორედ იზრუნებს ახალგაზრდების ჩართვას აღნიშნულ პროცესში. ახალგაზრდები იმუშავებენ კერამიკაზე და თიხაზე უშუალოდ, მაგრამ ეს ერთის მხრივ საინტერესოა იმ კუთხით, რომ ზოგადად კალიგრაფია არის ქართული დამწერლობის უნიკალური კომპონენტი და ამ თვალსაზრისით ახალგაზრდა დღეს გამომდინარე იქიდან რომ მიატოვეს ესე ვთქვათ წერას თავი, ჩვენ გვინდა რომ დაუბრუნოთ ისევ ახალგაზრდები ამ სფეროს და ერთგვარად პოპულარიზაცია მოახდინოთ აღნიშნული დარგის და მსგავსი სხვათა შორის სოციალური სახელოსნო იხსნება სვანეთშიც, ჭუბერში. უნდა მეკითხა ზუსტად, იმიტომ რომ მარტო თბილისში მე მგონი არ იქნებოდა სწორი რომ იყო, იმიტომ რომ რეგიონებშიც ალბათ იქნება დაინტერესება. აი ამ კუთხით რას გეკმოთ? მაღალმთია რეგიონები განსაკუთრებით მიმზიდველი ამ კუთხით, განსაკუთრებით სვანეთი და სვანეთშიც ანალოგიური სოციალური საწარმოს გახსნა დაეხმარებათ ახალგაზრდებს, რომ თუნდაც გაყიდონ თავიანთი ესე ვთქვათ სუვენირები და შემდგომში რეინვესტიცია მოახდინონ საკუთარი იდეის და სახელოსნოს განვითარებაში და მომავალშიც ფონდი, რომელიც არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმის სამინისტროს ქვეუწყება, რა თქმა უნდა, იზრუნებს, რომ საგრანტო აპლიკაციის პროცესში დააფინანსოს არაერთი საინტერესო ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს პირველ რიგში ხელს. აი, ჩვენ ახლა ხედავთ, რომ სწორედ ახალგაზრდები არიან აქ რაღაცას, მე მგონი მუშაობენ. შეგვიძლია ვნახოთ, აი მაგალითად, თქვენ რას აკეთებთ? ეს არის კერამიკის მხატვრის ერთ-ერთი ტექნიკა, როცა ჯერ შეიღებება ეს მთლიანად თეთრი ლამბაქი და შემდეგ ზედა მოიკაწრება. მაგალითად აქ ვაკეთებ ახლა საზიდაო. აკვარელში მუშავდება? არა, ეს არის სპეციალური ებავი კერამიკისა დეკოლა, რომელსაც შემდეგ გამოწვა უნდა და მყარად რჩება კერამიკას ზედაპირს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ესეთი იყო კალიგრაფიის სოციალური სკოლა. თუ გაინტერესებთ და გინდათ რომ ძველი ტრადიციები აღადგინოთ, შემოერთით ამ სკოლას, სახელოსნოს უფრო სწორედ და მიიღეთ მონაწილეობა ამ დარგის განვითარებაში. დიდი მადლობა.